შატყემშვიდობის მოგიტანეს ძვირფასებო. იმიტომ რომ ხერხულში არ ჩავაგდო და არ ვაჩვენო მაგათი თავი, ესე უფრო შევიდა შეგახედეთ. ის რაღაცა და იქიდან აკეთებენ ახლა. ეს უკანა მხარე გერდეთ მაგიდა გამოწიეს. იმედი იმ კუთხეში წავა. კი მოვწმინდეთ ძვირფასებო, მაგრამ აი ისინი არ მოსულდა, მე მგონი ჩოთქები უნდა. აი ეს. თავარი ხელოსნები აგერ მყავს. ის იქნება ქვემოთ. ნეკით. მაიკები უნდა ნახოთ. სადაც ჩავდე. აქ კი საკიდი იქნება, ხო? მოკლედ ძირფასებო რომ მეგონა რომ საკიდი არ მექნებოდა, მექნება. აგერ მოდი. აქედან აიღე ჭიქა და დაისხე. რაც მქონდა სული გული ხო? მედიარბერი არ მქონდა. ესეთი ამბებია ძვირფასებო ჩემთან. ეს როგორ არის? ის არ ვიცი დედიკო. ცოცხი აგდია ეს მომთხოვეს იქ იმათმა. მე გამოგავეს და აგერ უყურეთ. აგერ თავარია ეს არის აი ასეთი. უნდა გაჩვენოთ აი ასე. ძლივს ხალხო, გავწამდით შუქი ამინთე. ნახეთ, აი ზემოთ უფრო პატარა ზომა, მიჭობთ გვამუხლანი უფრო სწორად, პატარა ზომა და ქვემოთ არის უფრო დიდი, ანუ აქ ასე არის 126 და ზემოთ გამოდის 122 ან 120. ჩემი ვისწავლე, შენ არა. შემოდგომა კაკაბალა მილია მიწა. მანახები ჩემი. ერთი, კაი, 123 მაინც. ხო. ჩემ შემოდგომა კაკაბალა. არა მარეს მისი გურა. დააცა დედამიწა. სამფიცევას დაეკურა. ეხა თავიდან მოღები. ნახეთ, ასეთი ამბები მაქვს ხალხო. არაფერია. მართლა ასეთი ამბები მაქვს. რაღაც რაც ქონდა ის გამოვიტანე და ჭამეთ და აი ამდენი დაკეცილები და ჯერ სადა იქეთ ოთახშიც რომ აქვს ხო იცით ლოგინზე. მერე მოუხსენი გარეცხილები და ისიც უნდა იმას საუქნა. გადმოვიტანო და ჩავალაგო და ასე შემდეგ. ხო დედიკო? შემოდგომა კაკაბალა მილია მიწა. მანახები ჩემი დასატური დაიწვა. შემოდგომა კაკაბალა არა მარეს მისი გურა. დააცა დედამიწა სამფიცევას დაეკურა. დედო, სუპერ ბიჭი ხარ შენ და შენი ძმა არის სარმაცი. მოკლედ ესე. აი ესე გამოიყურება ძვირფასებო. ესე გადის. აი ესეა და დედა ღმერთო ცერებზე ვარ გეფიცებით ძლივს მივწოდი. ნახევარია და შენ საერთოდ მეტრაოცი ვარ ნახტომში. არ დაიჭეროთ ხალხო მეტრაოცი არ ვარ იცით ისედაც. რადა მამა თქვენი მეუბნება მეტრაოცი ხარ. ესე და აი ასე საკიდიც მაქვს, ქვემოთ ერთი თაროც მაქვს, ზემოთ ერთიც და მოკლედ აქ თუ არ ჩაეტია ეხა მათი ტანსაცმელი, მე ყველას მოვისვრი გადავყრი. ეხა კი მერიდება ამ არეულს სახს რო გაჩვენებთ, მაგრამ რაც ეხა იატაკი პროსტა განახათ ის ფეხები აი იმიანი, აი ამიანი ფეხები სუ ამჩნევია ოღონდ ეხა ვერ ვაჩენ, მაგრამ იქედან ჩანს მერე. ხო და ახლა შეუდექი მე დალაგებას თან გეგას ლექსები უნდა ვასწავლო.
მოვიდი ხავ ხო? დაერად რო პირველს უკრია. ეხა ამოვიწყე ყველაფერი. არაფერი არ მაქვს გასარეცხი და ერთი წუთით მოვიდი ეს დამჭა ცოტა. ამას შევჭამ და მერე გარდერობი ჩავალაგე. კმაყოფილი არ ვარ რატო იცით, იმიტომ რომ ვეშალკები არ მქონდა. ტანსაცმლის საკიდი. ასე რომ სანამ შევიძენ არაუშავს ეხა, თავარია ლამაზად დავალაგე ყველაფერი და მერე რომ შევიძენ, იქიდან ქურთუკებსაც ბავშვებისას აქეთ გადმოვიღებ. ანუ ერთ ვეშალკაზე სადღაც 3 თუ 4 რაღაცა მიგიდია, ჯერ ბავშვების, მერე ჩემი და ასე შემდეგ. ოღონდ ქურთუკები ტანსაცმელებისთვის არ მაქვს საერთოდ. ასე რომ ეხა არ მაქვს, მაგრამ მერე ვიყიდი, შევიძენ. მაგრამ ლამაზად დავალაგე, გაჩვენებთ მერე. თქვათ გამჟავებულია. ამას როცა მცალია და ვზივარ თუნდაც ღამე რომ მაქვს ეგეთი მომენტი რომ ფილმები მაქვს ჩართული ან რაღაცა კი გაჩეჩილი ვარ მაპატიეთ, მაგრამ მართლა არ დამჯდა ვარ. ჯერ ეხა დავჯექი რომ ემის მისართმევადაც ვერ მოვიცალე. ხო და კი დაგეცილები მქონდა, მაგრამ ისე არ დამილაგებია, სხვანაირად დავალაგე და ამიტომ ყველაფერს დრო უნდა. მე სამი ბავშვი დაბანე. დავარცხნე, ჩხლებ დააჭერი, ყურები ამოუწმინდე. ჩააცვი. დააგდე ლოგინში. ლოგინში ჩაგდებამდე ისევ საჭმელი რომ მომთხოვეს. ხო და მოკლედ რა ვიცი რა გითხრათ. ბოდიში თუ მოხას ხრენვა ისმის. ცხელ წყალთან დაკავშირებით. თუ იცით ეგეთი კეთი კანდელაკი კონსულტანტი არის თუ რაღაც მოკლედ ჯანსაღი-კვების რო ჩააგდოთ იპოვით ლიმონის მარცვალი ნაკვირში. ხუთ თვეში 32 კილო დაიყო. ხო და ამას ამ გოგოს ვუყურებ ხშირად. პირადშიც მაქვს მინაწერი იმ საკვებთან დაკავშირებით. მაგრამ ნახეთ რა შესაქმე თუ იმ საკვებს დაიწყებს საკვები რა მოკლედ კოქტეილები და რაღაცეებია დანამატები.
რომელიც ცხიმს წვავს მართლა, მაგრამ ნახეთ, ამას რო დაიწყებო, ეს ღირს 300 ლარი, ზოგი გეყოფა ერთი თვე, ზოგი არ გეყოფა ერთი თვე. ამას რო დაიწყებ შენ, ეს ყოველ თვე უნდა იყიდო და სად მაქვს 300 ლარები, მე ყოველთვე რო ჩემს რაღაც დანამატებზე დავხარჯავ. ასე რომ ისევ ჩემი ძალებით ჯობია თქო თუ რამეს მოახერხებ თუ არა და ჯანდაბას ჩემი თავი თქო. ასე რომ ის გოგო ამბობს იმასთან დაკავშირებით, რომ ცხელი წყალი დილით არის კარგი. ოღონდ ცხელი არ ამბობს თბილს. თუ რაღაცა გადახედეთ, ნახოთ ეხლა დავიწყე მე აგერ 3 თუ 4 დღე არის, მეტი მანამდე არ დამივევია და თუ რამე რაღაცა მე შევწყვეტ. ესე ყოველ დღე შეიძლება ვერ დავლი, მაგრამ როცა ვსვამ ხედავთ კიდევაც და გეუბნებით კიდევაც. ეხლა გაჩვენოთ. ნახეთ. ეს კარი არ ჩერდება და რა გავაკეთო? თეიცად შუქს ავანთებ და აი ასე პატარაზე რო გაჩვენოთ ჯობია მე მგონი? აი ესენი არ ვიცი ხალხო როგორ მოვაშორო. ჩხილი აშორებს, კი, კაი. შევეცდები რომ ეგრე მოვაშორო. აი ახლა ნახეთ. რა გავაკეთე მე? ეს გოდესი აგერ საროჩქებია და იქ მოკლე მკლავიანი მაიკები ვფიქრობ ხარ რომ ადგილი მაქვს და აქეთ გადავდო. აი ესენი, აი ამის იქეთ. სუ მაიკებია. აი ასე იყოს. აი აქ ესენი არის სკოლისთვის ზედები, ანუ ახლები. აქაც ახლებია, ძველები არ მაქვს. აქ ყველაფერი ჩემი ნაყიდი არ არის ძვირფასებო, ისედაც მიხვდებით, ნაჩუქარი საროჩქებიც ბევრია. აქ შარვლებშიც ნაჩუქრებიც არის და ისე ჩემი ნაყიდებიც. ბრომა და აქ ეხა შარვალი, მაგრამ აი ეს ორი მეთაკილება, მეეჭვება. აი ეს ორი. შარშა მოვიდეთ თურქეთში და ძალიან ვიწრო ჩანს და გეგას გადავნახავ თუ რამე. აქ სულ გეგასებია ესენი. გოდეს შარვლები მივამატე, რამოდენიმე. მაგალითად ეს ნაჩუქარია, ეს შავი. ეს გოდესია წითელი სპორტიულები რო ქონდა, ეს ორეულები რომ აქვს. ეხლა რო ვუყიდე, აქეთ უდევს ზედა და აქეთ შარვალი. ეს მწვანეც დიმას ნაჩუქარია, ეს ქორწილისთვის რო ვუყიდე ის არის, ეს დიმას ნაჩუქარია, გოდესაჩუქა და ესენიც გოდესებია. დანარჩენი გეგასი. ესენიც ახალი მაიკებია, ანუ ბაღისთვის რაც გამოგვადგება. ქვემოთ 3 თუ 4 ცალი საროჩქადევს და ესენი მოსაცმელები, ანუ კაპიშონიანები, ჰუდებს თუ რა ვიცი, მოსაცმელები რა სპორტულის. უკან მიდევს, ნახეთ, უკანაც ლამაზად დევს ყველაფერი. გაჩვენოთ. აი უყურეთ. აქეთ შორტები და ბრიჯები და აქეთ მოკლე მკლავიანები სახლის და ახლებიც. ახლების ზემოთ და სახლის ქვემოთ. აქ გოდეს არ ქონია სახლის სპორტულები, ეს ერთია, ეს ცეკვის ზედა, ცეკვის შარვალი და მეორე სპორტული ერთი. სულ ორი ქონია სახლისთვის. ეს ზედებია სახლისთვის. გარდა ამისა, ამ ერთისა, რა ვიცი, ამას ვეჭობრო
სკოლაშიც ჩავაცმევ ლამაზია უხდება. ესენი სულ სახლის მაიკები. აი ამის ქვემოთ გრძელმკლავიანებია და ამის ზემოთ მოკლემკლავიანები. აქაც გეგასი ზედები სახლის, შარვლები სახლის და აქ ბრიჯები არის, შორტები არის, გოდესი. აი ზემოთ ცარიელია ხალხო და დედა თუ მიწდეთ გაჩვენებთ აი ცარიელია ორივე ხო და ახა აქეთ მხოლოდ ქუდიდევს აქ ორივესი ჟილეტი და შარვალია ეს ბარბარემ ანუ ნათია მაჩუკა ბარბარესი და ჯერ დიდი აქვს და აქ არის კაბები შორტები მოკლემკლავიანი მაიკები სულ ყველა სახლის აქ ყველაფერი სახლისა მოკლედ ესენი არის ადას ახლები ბევრი არაფერი არ არის ისედაც აგერ ხედავთ ეს ნაჩუქარია ანა მარიასია შარშანდელები ცურევია და მოკლედ ამათი დრო უკვე წავიდა საზაფხულოებია ახლები შარვლები ნახე ადაზე საყიდელი მაგ ეს ერთი მაგრამ ეს თითქმის პატარა აქვს შარშანდებია ეს ორი ელასტიკი აქვს ეს ეხა რო უყიდე ის და ეს მოკლედ ამის ქვედა შარვალი ტემოდანაც გამოუწერე სულ ბოწოწები აქვს და არ ვარგა სახშიც ვერ ჩაიცმევს რომ მოხამრო ნახა რას გავსო და მოკლედ ზედა კარგია ბოწოწები არ აქვს მაგრამ მე მგონი სასრიალოზე გააფუჭა ადამ აქ ეხა ეს რა ვიცი რამდენი წელია ესენია ცვე ისედაც იცით რა მოკლედ ისევ ისინია სახლის შარვლები ეს ნაჩუქარია ეს ჯემპრები და ეხა რამოდენიმე მე ჩემი ზომა აღმოაჩინე და ჩემთვის გადავდე და ეს ერთი ადასთვის ეს მთლიანი კაფები რო არის ის არის ადას რო უყვარს ბევრჯერ გინახიათ თქვენ აი ეს და მეორეც აი ქვემოთ ესეთი რო აქვს და ესენი ჯემპრები აი სახლის მარტო ესენი არის ადასი იქ საფხულის სარაფნები დევს მეტი არაფერი მოკლედ ასე შემოკარგებო ასე გამოიყურება თავარია სუფთად არის ლამაზად არის ამათვის კი იმებს მე ვიყიდი ესე სათითაოდ არ მგონია რომ დავკიდო მაგდენს მაინც ვერ დავტევ გინდ ვერ იმას ვიზა ქურდუკებიც რო წავა მაგრამ უი ესე აქეთაა ბოდიში შიგნით არის ყოველთვის აქეთ აი ჩემთვის ლამაზია და რა ვიცი ხა რა გითხრათ ხალხო მომწონს ცუდად არ არის ლამაზად არის აი ასე ნეის ყვავილები არ გადმომიტანია და არ ვიცი ვფიქრობ გადმომიტანო თუ არა non ვიცი აი ესე ახლა აქ დამრჩა აქ დავალაგე ყველაფერი მაგრამ აი ნახეთ ჩემთანსაც მილებს კეცავ და გოდეს ეს შარვალი კიდე ესეც ნაჩუქარია ეს მე მგონი გიომაჩუკა ეს კი გიომაჩუკა ეს და ანუ ბარბარეს მამ შავიც ამის მსგავსი და მესამე შავი მანამდე აი ესენი მაქვს ახლა დასაკეთე და всё მოვჩები მარტო ესენი რა დამრჩა მაგრამ desert
გაჩვენებთ მე ჩემთვის რა მომეწონა ამ ნაჩუქრებიდან. არ მახსოვს ვისი ნაჩუქრებია, ძალიან დიდი ბოდიშით, მაგრამ მახსოვს რომ ნაჩუქრებია ეს ზედები. ესეც, ნახეთ. ამაშიც კი ჩავედი. მე რომ მიყვარს. ნახეთ. მაღალწელიან შარვალზე რო ოდნავ ქვემოთ მაგ ის ზომა მარტო კლავზე მაგ აი აქამდე. კი, ჩაიკვეხები ყველაფერში მეტყვით, მაგრამ მოკლედ ეს ცოტა კია ბავშვური, თუმცა ხოვაცვიათ ისედაც. ხო. ესე. ეხლა რაღაცები რო დავაბრუნე ტემზე. იმის იმას რო დამიბრუნები, მაპირებ რო გამოვიწერო მაგიერი. რამე ჩემთვის ზედები მინდა მაგალითად. აი ეს. აი ამას რო უყურებთ. ჩემი ზრმა. კლავზე პატარა მაქვს. კლავზე, მაგრამ ჩემი ზრმა. შავი შარვალი რო გამოვიწერე მაგას არ უყურებ, მაგრამ ნამეტანი დიდია ხო? ნამეტანი. ესეც მე. ეს ჩემი გავრეცხე იქ მეცვა. არჩევნებზე რო ვიყავი, მუხრანი მრათ უნდა, კაბა და კლასიკა და ასე შემდეგ, უბრალოდ ჩაიცვა და წამიყვანა ჯინსებით. ყველა გამობრანჯული იყო. წარმოიდგინეთ. ყველა, ჩემ გარდა. ქალებმა თქვეს, რომ რუსის იერი აქვსო, შენს რძალსო. ჩემ დედამთილს უთხრეს. მანამდე უკრაინელს მაინც ამბობდნენ და ეხლა რუსისო. ხო, ეს წითელი სვიტერიც. კარგი მექნა მე. აი ეს, რამდენი აწერია გეტყვით ახლა. კარგი მექნა კი არა ეს, აი 12 წელი, 152. აი ეს მექნა კარგი. აი ეს. კიდე რამე იყო? კი, ეს ჯემბრიც. თუ ვინმეს გეცნობა დამიწერეთ მე გაჩუქე. ვიღაცა მაჩუქა არ მახსოვს. აქაურმა მაჩუქა მგონი, მოკლედ არ მახსოვს, მაგრამ ესეც კარგი მექნა. აი ესეც, ოღონდ კლავზე მაგ პატარა. ანუ აქამდე. თითქოს და მოდაში იყოს. ვერე ჩავიცვერ და ნახავთ. ეხლა ხო, ეს ჩავიცვი იმ დღეს, მაგრამ მე გავიხადე, იმიტომ რომ ჩემი შარვალი რა ვიცი, მე გამოვძებნე ის მაღალწელიანი, მანამ სხვა ჩავიცვი და ეს უცელს რომ მიჩენდა. წესით ესენი რო გამომეწერა, მე მგონი უკეთესი იქნებოდა ესენი, ესია ჩემი, სანამ არ დავიკლებ კარგ ბლომად, ესე უნდა მქონდეს და მედოს და მედოს. თეთრიც და ესეც. მოკლედ მუხასის გადმოტანა რომ მინდოდა აქეთ. ვერ გადმომაქ, მოკლედ სხვა რამეებს გადმოვიტანა აქეთ. მოვიფიქრებ რა მე ოღონდ თავისუფალ დროს. იმიტომ რომ
სხვა გადატვირთული გრაფიკი მაქვს. ბაღიდან ერთი გამოვიყვანო ცეკვაზე, მერე სახლში წამოვიყვანო, მერე გოდე ისევ ცეკვისთვის გავამზადო, მე წავიდე და წამოვიყვანო. საჭმელი გამერი უმედალად ყველაფერს უნდა. მოკლედ სიარული მიწევს. გოდეს უთხარი დედიკო იქ მოდი თქო ჩემთან, იმიტომ რომ აქ რომ მოვიდეს კარი დაკეტილი დახვდება და ხვალ დილითაც იმედი მაქვს რომ მე გამახსენდება რომ შევახსენო. ეს ზედამეცვა. ესეც ტემუსია. ესეც ესიზომა. ეს ჩავიცვი ვითომ მე გავიხადე. ამას მკლავებით მოყვებოდა, ოღონდ მე მოვაძრე, რა ვიცი, სამ მიჭერდა აქ. მაქვს შენახული. 18 ლარად ვიყიდე ეს ჩინელებში. ვეხვეწე ვემუდარებოდი რო ვნახე. ეგეც ჩვევა მაგ თუ რამე მომეწონა და მუხასთან რამე მეგულება. თუ რაღაცა ძალიან ამაზე გავგიჟდი რომ ნახე. ჩემია თქო. ჩემი სტილია თქო და გინდა არ გინდა მეყიდე თქო მოხანის ვეუბნებოდი. და ვაყიდე. მეორე თამთა მაჩუკა ნაცრისფერი. ვიღაცა მაჩუკაო და დასკი ვიპოვე. რო ვეცებდი. ვანა ბავშვების ვანაზე ვყრი და იმით გამაქვს, იმიტომ რომ ყოველთვის ბევრია ჩემი გარეცხილები. დღეში რამდენჯერ ვრთავ იმას ვინ იცის. აი ბევრჯერ ვრთავ. 3-4 ჯერ მაინც. ყოველდღიურად წარმოიდგინეთ. ხო და ღმერთო ფაროსანა ისევ სადღაც. ჭახში ვითომ. ორი მოვკალი კიდეა. 5 კილო სარეცხი არ მოყოფნის. რა გავაკეთო არ მოყოფნის. თეთრეულებსაც უაზროდ ვცვლი. ახლა მაგალითად დღეს მე გუშინ წინ გამოვცვალე თეთრეული. დღეს ახლა გარეთ ხო გავიტანე ლეიბები. არ გამახსენდა ის ზეწარი ორივე მხრიდან ერთნაირია, ანუ ვერ ვარჩევ მარჯვენა რომელია და მარცხენა. რომელი მხრიდან იყო, ამიტომ გადავხადე ლეიბის დანადების მხარეზე, როგორ უნდა დავწყვეტ ხო და დავაგდე ეგ სარეცხის მანქანაზე. ხო და მუხრანი რო დაინახა, ხო ხედავ და გუშინ რო ვცვლიდი და ეხა რო გამოცვალე ისე კაიკიშ და ამიტომაც არ გვაქვს სარეცხი არასდროს. მართლა მგონდა ნიკო დედას გამოვატანე გუშინ თუ გუშინწი მუხრანის ისიც. მე რამოდენიმეჯერ გავედი დამავიწყდა და მე იმას მოვატანე. ხო და ეხა გეგამ ხო ეს ტანსაცმელები ხო მქონდა აქ დივანზე, სკამზე გადავსებული რომ მქონდა არ დამსო არაფრით. დედიკო დაალაგე, დედიკო შეალაგე, ვის გავსო ეხა ვნახე უყურე. ემჩნევა ვისაც გავსო. გუდეს ვასწავლიდი ლექს. უჩემოდ არ დაჭდება და რო ვიჯექი და ის რო არ შევალაგე, დედიკო დაალაგე, სული ამომაცრო. დედა რამდენი ნასკებია ხო? ეს ერთი ცალი. მოკლედ ასეთ შელახულებს, ანუ ბოწოწებიანს არ ვაგდებ, განხეული თუ არ არის, სახლისთვის ვინახავ, სახლში ვაც.
ზუგდიდში ადას დრუსიკები რო ვუყიდე. ისეთი კარგი ხარისხი აღმოჩნდა, სულაცვია ხალხო და საერთოდ ფერიც კი არა აქვს გადასული. პატარაა ეს ეხა მაგისთვის. სუქანი როა და ბუნჩულა. ერთიც არა ეს ამას რას ვაკეთებ იცით? მაგალითად ერთი რო გამიხეს და მეორე დარჩეს ვინახავ არ ვაკეთებ. იმიტომ რომ ყველა ერთნაირი მაქვს და 8 ცალი ვეყიდე ახლა ხანზე განიკოდეიდასგან 8 ცალი ქონდა და 8-ვე მეწამოვიღე. ჩემი და რო იყო ეს უფრო გემრიელია მეთქი კეტებთან და ერთი მივეცი მარტო დანარჩენი სულ მქონდა. ესენიც ორლარად ვიყიდე ბიჭებს და კარგია რა მეცი. ცუდი არ არის. სა მოვჩი. რა ვარც იქნა. ეს ერთი ცალი. ნახეთ რამდენი ნასკები. წავედი ახლა დაგემშვიდობებით ამას ხვალავთ თავანო დილით. ბედნიერ დღეს გისურვებთ ნაყოფიერს წარმატებულს ყველას. იმედით იმი გარდერები მოგეწონათ. ძალიან მომეწონა მე. ძალიან. კარგია, ცუდი არ არის. კარგია, მაგრამ ხო გითხარით მაგის ზემოთ ეს სახლი ძალიან ცუდად არის გალესილი, მე მგონი კი არასწორი არის კედლები ძალიან. მაგიტომაც არის რომ აი მეზარება რომ ამ ოთახში შპალიერი გავაკრა, იმიტომ რომ კი ამას რო ყველაფერს მოვხივთ, მერე თქვი შენს ისწორე რომ უნდა დაიცვა და სწორად უნდა გააკრა მაგ შპალიერი. წავედი აბა დროებით.